საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ მეცნიერი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი. მე მინდა წარმოგიდგინოთ პიროვნებამ, რომელმაც ძალიან სერიოზული კვლევები ჩაატარა, პატივცემულო მეგობრებო. და ალბათ იმდენად საინტერესო იქნება ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემა, რომ ყველა ქართველმა უნდა უყუროს აი ამ გადაცემას. მე შემზარა, როდესაც პირველად თქვენი ინფორმაციები მოვისმინე ბატონო ივანე და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ შეწუხდით და მობრძანდით ჩვენთან და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და შემზარა იმან, როდესაც თქვენ დაასახელეთ, რომ უკვე რამდენი სოფელია, უკვე მთლიანად მკვდარი, სადაც აღარც ერთი მოსახლე აღარ არის. მე ახლა დღევანდელ გადაცემაში რაც შეიძლება თქვენ დიდ დროს დაგითმობთ, რომ აი ეს თქვენი ნაშრომი, აი ეს ყველაფერი რაც კვლევები გაქვთ ჩატარებული, პატივცემულ საზოგადოებას მთლიანად კარგად მივაწოდოთ. დავიწყოთ მოდი აქედან, აბა როგორ დაიწყო ეს მუშაობა და რა მონაცემები გვაქვს და რა მდგომარეობა გვაქვს. მოგესალმებით. დიდი მადლობა ბატონო დავით მოწვევისათვის. მე აღნიშნული კვლევა გაკეთებული მაქვს 2016 წელს და ამ კვლევის სათაური არის საქართველოს სასაზღვრო სივრცე. აღნიშნული კვლევა რეგიონალური კვლევების ცენტრის შეკვეთით ამაა გაკეთებული, რომლის დირექტორიც არის ბატონი მამუკა არიშიძე და აქ მონაცემები რაც არის შესული ამ კვლევაში 10 წლის წინანდელი მონაცემებია, მაგრამ ეხლა მე მგონია ეს მონაცემები უფრო გაუარესებულიც იქნება, იმიტომ რომ ისეთი ტენდენცია მიდის, რომ თითქმის უკეთესობისაკენ აი აქ რა მაქვს მოყვანილი, არაფერი არ შეცვლილა. ნუას დავიწყებ მე. საქართველოს სასაზღვრო სივრცე. მე იმის განმარტებას არ დავიწყებ, ეხლა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სად არის და როგორ არის, ყველა მიცის და რაც შეიძლება ნაკლები დრო დაგართვათ და მხოლოდ არსებითზე ვისაუბრო, იმას გზე გავამახვილებ ყურადღებას. ბატონო. საქართველოს საზღვრის საერთო სიგრძე არის 2154 კილომეტრი. მეორე ციფრი არის 1916 კილომეტრი. აი ამ ორი ციფრის დასახელება შეიძლება ხშირად მომიწიოს, რადგანაც ერთი მონაცემები არის აღებული საგარეო საქმეთა სამინისტროს დელიმიტაციის დემარკაციას კომისიის მონაცემები, ხოლო მეორე კიდე არის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მონაცემები. და აქვე ჩანს, რამდენად არაშეთანხმებულად მუშაობენ ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან, რომელთაც ფუნქციონალურად ევალებათ ზუსტად რო იცოდნენ ყველაფერი. საქართველოს თურქეთს ესაზღვრება 275 კილომეტრზე. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით 240 კილომეტრზე. საქართველოს სომხეთს ესაზღვრება 224 კილომეტრზე. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით 225 კილომეტრზე. აზერბაიჯანს ესაზღვრება 446 კილომეტრზე. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით 458 კილომეტრზე. რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება 894 კილომეტრზე. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით 915 კილომეტრზე. ეხლა ისტორიული გადასახედიდან რომ გადავხედოთ თვითონ ქვეყნის ტერიტორიის მთლიან ფართს, დღევანდელ პერიოდში საქართველოს ყველაზე ნაკლები ფართობი უჭირავს. ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლებში 140.400 კვადრატი კილომეტრი იყო. 140.400 კვადრატული კილომეტრი. პირველ მეოთხე საუკუნეებში 134.200 კვადრატული კილომეტრი. მე-19 საუკუნეებში 131.000 კვადრატული კილომეტრი.
მე-12-მე-13 საუკუნეში 145,000 კვადრატული კილომეტრი. ესა ოქროს ხანა. ოქროსა დავითის დრო. ხო და ყველაზე მცირე ფართი 79,700 კვადრატული კილომეტრი დღევანდელ საქართველოს უკავია. და აქედანაც 8,700 კვადრატული კილომეტრი, ანუ 12.5% ეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და სამაჩაბლოს ტერიტორია არის 3,800 კვადრატული კილომეტრი, ანუ 5.4% მთელი ტერიტორიისა. ანუ მან დარჩა 57,000 კვადრატული კილომეტრი. ესე იგი ჩვენ ფაქტიურად იმ 140-დან თუ 155-დან, აი დავითის ხანიდან 35% გაგვაქვს დაახლოებით. ასე გამოდის ბატონო. ეხლა მე ბოლო მონაცემები, ბოლო აღწერა 2024 წელს ჩატარდა თუ არ ვცდები, მაგრამ ეს რაღაცა 2016 წელს მაქვს ეს კვლევა გაკეთებული. მონაცემები მაქვს აღებული 2002 წლის აღწერისა და 2014 წლის აღწერის და ამ აღწერის მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ერთადერთი, ესე იგი, მარტო თბილისს აქვს მატება 2.5%. დანარჩენი ყველა რეგიონებისა არის კლების. თბილისში მოიყარა თავი ყველა. ხო. ეს აბა გავაცნოთ ეგეც რეგიონების მიხედვით. საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველა მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ესაა 37.5%. ეგ მხოლოდ 2014 წლამდე? ხო, ეს ორი აღწერის მონაცემები მაქვს ერთმანეთთან შედარებული. ეს 2014-ში არის აღწერა ჩატარებული და მე კვლევა მაქვს ჩატარებული 2016 წელში. იმის შემდეგ კიდე 10 წელი გავიდა. კიდევ უარესი შედეგები გვაქვს, ვითმეტეს რომ გადინება ხალხისა ეხლა ინტენსიურად მიმდინარეობდა ამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და პლუს ამას კიდე ერთადერთი სადაც მატება ხდება მოსახლეობისა, ესაა თბილისის რეგიონი, ისაც უცხოელების ხარჯზე ივსება, ან კიდე უცხოელებისზე გაყიდული მიწები, რომელიც უკვე აი ამ მონაცემებსაც ვერ ვფლობ, იმიტომ რომ დღევანდელ ალბათ გაფრთხილებულები არიან და არის იუსტიციის სახლში ვიყავი და ეს მონაცემები ვერაფრის დიდებით ვერ მოვიპოვე. გარდა ამისა, რომ აი მე გაეროსა კიდევ კვლევა ჩატარებული, მოსახლეობის ფონდის კვლევა 2010 წელს ჩატარებული და აი ესეთი საგანგაშო ციფრებია, არც კი მინდა რომ დავიკითხო, მაგრამ ეს ოფიციალურად გაეროს მიერ მოცემული ხო, მაგრამ მე უკვე კიდევ შეიცვალა. 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. 32-ისთვის გადმოიტანეს უკვე ბატონო. ხო და ესე იგი 2050 წლისათვის 33% იზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, 7% იზრდება სომხეთის მოსახლეობა, ხოლო 28% მცირდება საქართველოს მოსახლეობა და ეს 28% არის 1,170,000 კაცი. USAID-ის მონაცემებით 232 ქვეყანას შორის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტემპით 232 ქვეყანაში, ესე იგი რიცხოვნობის შემცირების ტემპით მე-16 ადგილზეა. შობადობით 174 ადგილზე. კავკასიაში ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი. თუ 1926 წელს კავკასიაში ყოველი მესამე ცხოვრობდა საქართველოში, 2010 წელს კავკასიაში ყოველი მე-6 ცხოვრობს საქართველოში. ეხლა ეს 2000 ეხლა უკვე 15-16 წელი გასულია, უარესი იქნება. 10 წელი გავიდა იმის მერე. სასაზღვრო ზოლში მიწის საკუთრება. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის არეალში მდებარე მიწისადმი დამოკიდებულების საკითხი მეტად ფაქეს მიდგომას მოითხოვს.
ჩვენი სახელმწიფოსათვის ამ საკითხისადმი ერთმნიშვნელოვნად მიდგომა არ შეიძლება, რადგანაც სხვადასხვა შემთხვევაში ასეთ ერთმნიშვნელოვან მიდგომას შეიძლება კარდინალურად განსხვავებული ეფექტები მოჰყვეს. ასე მაგალითად, ჭირიდრო დასახლებული აჭარის რეგიონში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკლებობას განიცდის, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ეძლეოდათ საშუალება ზოლში შემავალი მიწის გამოყენებისა და ხშირ შემთხვევაში ასეთი მიდგომა საზღვრის დაცვის საიმედოების გარანტიასაც იძლევა. მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ზოლში მიწის გასხვისების განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რადგან მიწის გასხვისების საკითხი გარკვეული რისკების შემცველია, მით უმეტეს რომ საზღვრები ამ ქვეყნებთან არადელიმიტირებულია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონები თითქმის დაცლილია მოსახლეობისაგან და ამის გამოსასწორებლად ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღება მოუხდება. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ მიდგომები სასაზღვრო ზოლის არეალში მიწის განკარგვის შესახებ განსხვავებულია. საქართველოშიც ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მიდგომებია. აი ჩემს მიერ საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზოლში დღეისათვის გასხვისებულია 2520 მიწის ნაკვეთი. ეს არის 2016 წლის მონაცემები. ეხლა რა მდგომარეობა ვერ გეტყვით. ეხლა არც მომცემენ ალბათ ამ მონაცემებს. ჯერ წაიკითხეთ და მე საუბრობთ უკვე. კი ბატონო. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყანა სასაზღვრო საქმიანობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა გააჩნია. ამისგან არც ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, რომელთა ფუნქციონალურად ევალება სასაზღვრო საქმიანობის აღსრულება. აქედან გამომდინარე, თვით ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია ოპტიმალური და პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისა. ეს ეხება როგორც ორგანიზაციულ სისტემურ მოწყობას, აგრეთვე საკანონმდებლო ბაზასაც. დასალაგებელია და განსახორციელებელია მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაცია დემარკაციის სამუშაოები, რომელთა წარმატების წარმატებას მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი აფერხებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თვით ამ უწყებათა მონაცემებშია განსხვავება, რომელთაც უშუალოდ ეხება საზღვრის პრობლემატიკაზე მუშაობა. ეს წეხანას აღნიშნე. კი და აი რატო უნდა იყოს ბატონო ივანე? არ უნდა იყოს ინფორმაცია. ეხლა სხვათა შორის მე ამ 2-3 თვის წინ საგარეოშიც შევიტანე ეს კვლევა მთლიანად თავისი წერილს არ უმძღვარე, რომ გადაეხედათ და მოეცათ ახალი მონაცემები და სასაზღვრო პოლიციაშიც წარვადგინე. იგივე კვლევა, იგივე წინადადებით, რომ მოეცათ არაბითარი რეაგირება არც ერთი უწყებიდან არ მქონია. სკრუპულოზური მიდგომის საგანია სასაზღვრო ზოლში მიწასა სარგებლობის საკითხი და ამასთან დაკავშირებული რეგულაციების დასახვეწეა. ალბათ საინტერესო იქნება იმ 2520 მიწის ნაკვეთის ფაქტების გამოკვლევაც, რომელიც სასაზღვრო ზოლში არის გასხვისებული. მნიშვნელოვანია საზღვრისპირა სოფლების საკითხის შესწავლა და მათი პრობლემატიკის დარეგულირება, განსაკუთრებით კი განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური წამსით დასახლებული სოფლებისა, რასაც ფრიად ფაქიცი მიდგომა სჭირდება. მისახედია დაცარიელებული საზღვრისპირა სოფლების საკითხები, რეგიონებში დემოგრაფიული პრობლემატიკა. მისახედია ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული ბორდერირაზიის საკითხი და ამ ზოლის სიახლოვეს ცხოვრებთა უსაფრთხოება. აგრეთვე შავი ზღვის აფხაზური მხარის კონტროლის საკითხი. ყურადღება მისაქცევია ისლამისტური ჯიჰადისტური მოძრაობის აღმავლობით გამოწვეული მზარდი საფრთხეები, რაც ჩვენი მხრიდანაც ქმედითი ზომების გატარებას საჭიროებს. გასარკვევია, რამდენი უკანონო და არალეგალური ემიგრანტია საქართველოში.
ძირითადად არალეგალები აზია, აფრიკის მუსულმანური ქვეყნებიდან არიან. არიან კანონიერად შემოსულების, რომელსაც დარჩენის ვადის გასვლის შემდეგ არ დაუტოვებიათ ქვეყანა. მუსლიმ არალეგალებს ემატება ათობით თურქეთის მოქალაქე, რომელთაც სააკაშვილმა უბოდა საქართველოს მოქალაქეობა და გასარკვევია თუ სად იმყოფებიან ისინი ჯიჰადისტური მუქარა რუსეთის მიმართ მათ უფლებას უტოვებს გააქტიურონ თავისი მოქმედებები კავკასიის ფარგლებში. წინადადებები ქვეყნის სასაზღვრო სივრცეში ვითარების გასაუმჯობესებლად. უპირველეს ყოვლისა ალბათ თვით სასაზღვრო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საფუძვლების გადახვედა და მოწესრიგება იქნებოდა საჭირო. ამასთანავე მნიშვნელოვანია სასაზღვრო ზონისა და ზოლის განსაზღვრებისას მათი გეოგრაფიული კოორდინატების დაფიქსირება. მნიშვნელოვანია აგრეთვე სასაზღვრო რეჟიმისა და მისი აღსრულების ზუსტი განმარტება და ამ რეჟიმის აღსრულებისას მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმებით პარიტეტული პრინციპების დაცვა, საქმის ოპტიმიზაციის, ოპერატიულობისათვის და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით უკეთესი იქნებოდა სასაზღვრო სამსახურის და საკონტროლო გამშვები პუნქტების გაერთიანება ერთ უწყებაში. საბჭოთა წყობიდან მეზობელ აი ხო არ ჯობია თან რო განვიხილოთ და თან რო ჩაუყვეთ. ცანეთ. სოფლებზე უკვე თქვით რომ თქვენ აი რამდენიმე სოფელში უკვე საერთოდ ასეულობით სოფლებია ასეთ ხო რომ საერთოდ აღარ არის მაცხოვრებელი ხო? რამდენია კვლევით ესე? ეხლა ეს მონაცემები ამასინად გამოვითხოვე მე სტატსამმართველოდან და საერთო ჯამში არის 482 სოფელი დაცარიელებული. ანუ აი პატივცემულო ჩვენი მაყურებლებს მიმართავ. ესე იგი 482 სოფელი სულ რაღაც აი დაახლოებით რაც დამოუკიდებელი საქართველოს 35 წელს გამქრალია პატივცემულო მეგობრებო. არც ერთი მოსახლე აღარ არსებობს. ეხლა ეს არის მიტოვებული სოფლებია. ეს არის კომპლექსური პრობლემით მოხდა ეს ხო არ მოხდა იმით რომ რაღაცა ერთი პრობლემა იყო და რაღაცა. მე ბატონო ივანე მინდა ახლა თქვა ერთი რამე რომ ამ პრობლემას ფუნდამენტური საფუძვლები აქვს და სწორედ აი 92 წლიდან ალბათ თქვენს ასაკოვანი ბრძანდებით და მომწრე ხართ ყველაფრისა, როდესაც ქვეყანაში ძალადობრივი აი დამხობა მოხდა კონსტიტუციური სახელმწიფოსი. ფაქტიურად მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ყველამ ვიცით რომ გარედან დანიშნული მთავრობაა და მის შემდეგ გარედან დანიშნულები ახლა მიხეილ სააკაშვილის გახსოვს ვარდების რევოლუცია რო დაუძახეს, ჯერ ამერიკამ აუთომწვარი, მერე სანამ საგარეო საქმეთა მინისტრიად ჩამოფრინდა რუსეთიდან და შიგნით არ შევიდნენ და იქ ფოტოებიც არსებობდა და ვიდეოებიც, სანამ არ შეთანხმდნენ, არ გადადგა შევარდნაძე და მერე გადადგა და შეთანხმდნენ, მაგრამ აზე შეთანხმდნენ, ჩვენ მაშინ არ ვიცოდეთ და შემდეგ მალე დაიკარგა სამაჩაბლოს ძალიან დიდი სოფლები, რაოდენობის სოფლები. ერგნეთის ბაზარი მოშალეს, ერგნეთის ბაზარი მოშალეს, რომელიც აკავშირებდა კიდევ რაღაც ზემო აფხაზეთი უწოდეს. კი ბატონო, გეთანხმებით და აქეთ კიდევ ახალგორით შეიყვანეს ამაში. ადმინისტრაციული აღადგინეს, გაუქმებული ოლქი და ასე დაიწყო ეს. ეხლა მე გაგრძელდა რა თქმა უნდა ივანიშვილის მთავრობა, მესამე მთავრობა, მაგრამ რეჟიმი ერთია. თქვენ აკვირდებით ალბათ თქვენ და თელი საქართველოს ხედავს, რომ როდესაც არჩევნები ტარდება, ეგრეთ წოდებული არჩევნები, ფაქტიურად სანამ ოფიციალური CSKO-ს მონაცემები გამოქვეყნდეს ხოლმე, ეგზიტ პოლებს რო გამოაქვეყნებენ, უკვე ზეიმობენ ხოლმე, ხო? ანუ გარედან რაც აწყობთ, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როგორ შეიძლება 35% მონაწილეობს ქვეყნის არჩევნებში და 65 ფაქტიურად, აი ახლა ბოლო არჩევნებში არ მონაწილეობდა 65%. და აი ეს 35% სწორედ ის არის ბატონო ივანი, ის პარტიები და ის პოლიტიკური პარტიებია, რომლებიც აი ამ რეჟიმს ფაქტიურად ნაყიდი ხავს. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის გირჩი, ეს არის ლელო ხაზარაძესისა
ეს არის ქართული ოცნება. ფაქტიურად ესენი მონაწილეობენ და აი ესენი არიან ქვეყნის სათავეშიც. სხვათა შორის თუ გულახდილად ვილაპარაკებ და გულწრფელები ვიქნებით ჩვენი ხალხი და ჩვენი სამშობლოს წინაშე ეს ხალხი არავის არ უყვარს საქართველოში, არც ერთი პოლიტიკური პარტია. აი ამან მიიყვანა იქამდე რომ დაწყებული 92 წლიდან თქვენ იცით რომ ამისთანა ფაბრიკა ქარხნები დაშალეს და გაძარცვეს. გიგანტები, ასე ვთქვათ, რომ აი მართლაც რომ სოფლიო მნიშვნელობის ქარხნები იყვნენ, თუნდაც რომ დავიწყოთ. ინდუსტრია მოშალეს, ვაგონ შემკეთებელი. მე რაც კი ხალხს ჰქონდა, მე ხშირად გამიმეორებია საბჭოთა კავშირის დროს ყველას ჰქონდა თითქმის დანაზოგები და ანაბრები ჰქონდა, ვალები კი არა. მთლიანად გაძარცვეს ეს ხალხი. დაზარალებული მეანაბრეები. ზოგმა ქვეყანამ ეს აუნაზავ ძალიან ბევრი მოპოსაბჭო კი დარჩა ისე. გაყიდული ეს მოძრავი ქონებები, მდინარეები, ტყეები, რა ვიცი, მიწები, ამოდენა მიწები გასხვისებული. ამ სისქეზე გვიდევს აქ საჯარო რეესტრიდან ამოღებული უცხოელებზე გაყიდული ქართული მიწები. საშინელი მდგომარეობაა. ხო, აი მოშალეს ეროვნული წარმოება, აი სოფელი, რატო გაქრა ახლა ის სოფლები? მოშალეს ყველაფერი ესე იგი არაფერი არ გაუკეთებიათ მრეწველობისთვის, სოფლის მეურნეობა გავერანებულია და მიწასთან არის გასწორებული იცი. RMG-ს აი ოქროსავადოს რო გასხვისებ. ხო და ერთადერთი რაც ქვეყანაში მუშაობს არის კაზინო და მევახშეობა. ნახეთ, აი ეს ბიზნესია. გაოცდებით, ესე იგი მე გუში სპეციალურად ვაკვირდებოდი პატივცემულო მეგობრებო ონლაინ რომ დააკვირდეთ აჭარა ბეთი, კრისტალ ბეთი, კროკო ბეთი, ლიდერ ბეთი, ბეთლაივი, რავი ყველა ხო არის საპატრიარქო ვერსია ონლაინ აქ რომ ნახოთ ტელევიზია იმაში ხო დაახლოებით ჩართული 30,000 ადამიანი 40,000 კაზინოში ზის აი ამ დაცლილ საქართველოში და ეხლა თვითონ ფიზიკურად კიდევ რამდენი ზის იქ და წარმოიდგინეთ არავით არის სამუშაო არა და კაზინოში ზის მთელი ეს გასაცოდავებული ხალხი ეს ქვეყანა არის თქვენ აი ეს ხელისუფლება საით მიდიოთ საერთოდ კაი დღეს 500 სოფელი მოკვდა ხვალ 1000 გახდება თქვენ თავრობა რო ხართ, აი რას აკეთებდით ამ ათეული წლების მანძილზე და კიდევ გაქვთ მორალური უფლება, თქვენ ხელისუფლებაში იყოთ, კაცო და კიდევ თქვენი უნდა დავიჯეროთ რამე ამ ხალხმა. ჩვენ არა გვაქვს მორალური უფლება, რომ ხმა მოიღოთ ქართულმა ხალხმა. რატომ გვართმევთ სამშობლოს, კაცო? ხელიდან გვეცლება სამშობლო თორე არაფერი. აქო იმაზე არ არის ლაპარაკი, ბატონო ივანე, ჩვენ ეხლა საკრებულოში ვიბრძოდეთ სკამებისთვის. სამშობლოს ვერ დავთმობთ. მართალი ბრძანდები და რა არის ესეთ ვინ გისმენთ? გამოსავალზეა კიდე აი მე წახანაც თქვი აი ხლა წულუკიანის კომისია რომ მუშაობდა რა ქონდა მე მონაცემები რომელიც ძალზე საყურადღებო იყო და უნდა გაჟღერებულიყო და ოფიციალურად დავწერე და შარმანაშვილსაც მივმართე რომ ქონდა ეს ინფორმაცია რომელიც უნდა გაჟღერებულიყო არ მომისმინეს საერთოდ და არავითარი რეაგირება არ მოხდა იმ ჩემ ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც რეგისტრირებული იყო. აი, რანაირად უნდა მოგისმინოს, შეხედეთ ბატონო ივანე, როცა ამდენ 3700 სოფელია დაახლოებით საქართველოში, ხო? 500 უკვე მოკვდა, ხო, მოკლეს. ერთი წარმოება რო კონდეს რაღაცა გაეკეთებინათ 75 წლის მანძილზე სოფელში ან მეცხოველეობა იმასე ან ხილის გადასამუშავებელი გაეკეთებინათ ან რაღაცა ეს ხალხი ხო დარჩებოდა იქ პირობა დადეს მაგათმა რომ 100 ქარხანა 100 წარმოება უნდა აემუშავებინათ რომ მოვიდნენ და ხელისუფლებაში მაშინ თქვეს მაგრამ არც ერთით არ ამუშავებულა არა, 100 ქარხანა კი არა, უფასო ფულსაც პირდებოდა რაღაც ესეთი რამე აღარ მოგვისმენია საერთოდ არცად სოფლიოში, მაგრამ ნუ მე არ ვიცი აი ეს ახლა ისეთი საკითხი არის, რაც ნებისმიერი ქართველისთვის არის უდიდესი ტრაგედია. იმიტომ ხედავთ უკვე ქვეყანა გვეცლება ხელიდან. არაფერს არ აკეთებენ. რაღაცა პრემიერი გამოდის, უნდა გავაიაფო პირველადი მოხმარების ისინიო და სულ სავალებს ამას კაცო.
თქვენ ხომ აი სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწეობთ ბატონო. კარგი თქვათ ეკონომიკის დარგში ახლა. შეიძლება სუსმა და თოფით და ხისტით პროდუქცია გააიაფოს თუ ამას ჭირდება სოფლის მეურნეობის აღორძინება, მრეწველობის აღორძინება, ეროვნული პროდუქციის ხელშეწყობა. გეთანხმებით, მაგრამ რა არის იცით აი გაკერებას ახარ ადამიანი, როცა ესე იგი ზემოდან იწყებენ საუბარს გაიაფებაზე და ფაქტიურად თვითონ არიან ადგილობრივი მრეწველობის განვითარების შემაფერხებლები და თუ ვინმეს რამე შემოაქვს იმპორტით ისე მაგათ ხალხს შემოაქვს. კი. როგორ შეიძლება სტაფილო შემოდის 85%. საქართველოს სტაფილო რატომ შემოდიოდეს? საერთოდ ბოსანული რატომ შემოდიოდეს? აი ამოუხსნელია ჩემთვის. ჩემამდე არ დადის ეს როგორ შეიძლება, როდესაც ვიცი რომ აქეთ იმდენად ხარისხიანი და კარგი ჩვენი პროდუქცია სოფლის მეურნეობისა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ყიდულობდნენ აქ. შეიძლება თქვენ იცნობთ კიდევაც ბატონო ივანე, ახლა თქვენმა იმან გამახსენა მე და ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი. როდესაც საქართველოში იტალიური ჯიშები შემოიტანეს, ვაშლის ჯიშები, სხვადასხვა აი გრან სმით, ჯონ გოლდი და ესენი როა ნაირსახეობებია ბევრი. კათედრის გამგე იყო სოფლის იმაში რა ქვია აგრარული იმაში ხო და იქ იყო გოგი ბარბაქაძე ასეთი პიროვნება შეიძლება იცნოთ კიდევ პროფესორი აი ამ კაცმა დაიწყო პირველად შემოტანა აი ამ ქარელის რაიონში გააშენა დიბაღები და გავიდა მე გავრცელდა იქიდან ყველგან როდესაც მოისხა ვაშლმა ამ სხვადასხვა ჯიშმა ჩამოვიდნენ იტალიელები რომ გემური თვისებები როგორი ქონდა რანაირი ის ქონდა ხო რა გემოსი იყო ეს გაოცებულები წავიდნენ ესე იგი ასეთი გემრიელიო ვერაფრით ვერ მოიყვან ევროპაში ასეთ გემრიელს დალოცული მიწა გვაქვს ხო დალოცული ეს იცით რა აი მე ხშირად ვამბობ 64-ში ვარ და ამ 64-ს არ ვაფასებთ ჩვენ კლავთ მიწა წყალი აი წეხან საუბრობდი გეოთერმულ წყლებზე 300-ზე მეტი წყაროა ეს და აბსოლუტურად ვერ ვიყენებთ ვერაფერში. ეს როგორ შეიძლება? ესა დანაშაული არის. ქვეყნის წინაშეც და ერის წინაშეც და ღმერთის წინაშეც დანაშაული. ეს გაზიანი წყლები ხო გადმოდის, ლუგელა გადმოდის, კალცი პირდაპირ კალცი გადმოდის კაცო ბუნებრივად. და იღვრება იმაში. მე არ ვიცი აი უფრო აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი გაქრა კაი ახლა ხო ხალხიც ამას ჩაყვედურობს სულ კარგი თუ ტირი ვართ დავიღუპეთ ვიღუპებით და ასე შემდეგ მაგრამ გამოსავალი სად არის აი რა ვქნათ აი სწორედ ამ კვლევაში მაგ ბოლოს მე რეკომენდაციები რომელიც ესე იგი რაღაც შეღავაც მისცემს და დადებით ძრას გააკეთებს ქვეყნის განვითარებას. ანუ რაც რამაც შეიძლება სწრაფად შეცვალოს, თორე ამის გამოსწორებას რომ 10 წლეულები უნდა ეს ფაქტი. აი ახლა ესეთი მიტოვებული სოფლები ვთქვით, ახლა ვისაუბრეთ და მით უმეტეს საზღვრისპირას მიტოვებული, რომელიც ესე იგი ძალზე საშიში არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარეც, რომ იქ მაცხოვრებელი არ არის. და ამ დროს არიან პატიმრები, რომლებსაც რაღაც მცირე დანაშაული აქვთ, ან ეკონომიკური დანაშაული აქვთ და ის ისევ ქვეყნის სახელმწიფო სარჩენია, იმას ყובה უნდა და მიხედვა უნდა. და მე ასეთ შეთავაზებას ვაკეთებ, რომ ეს პატიმრები ციხეში ჯდომის მაგივრად მიმაგრებაში გადაიყვანონ ამ დაცარიელებულ სოფლებში, თავის ოჯახთან ერთად იყვნენ. და იქ ესე იგი უსაქმურად ხო არ იქნება რაღაცა გააკეთებინონ, ან საქონელი ამწყებსიონ, ან მიწა დაამუშავებიონ, ან რაღაცა გააკეთებინონ. და ეს ესე იგი აი ეს მოქმედება ყველა კომპონენტში დადებით შედეგს იძლევა. უყურეთ, ესე იგი რაღაცა დოვლათი შეიქმნება და ის კაცის ის პატიმარი სარჩენიკი აღარ იქნება. ნატურალურ პროდუქციაში რაღაცა პროდუქტს შექმნის. Plus მას
კონტროლი დაჭირდება, ხო? ამ კონტროლისათვის ვიღაცები უნდა დასაქმდნენ. ესე იგი სამუშაო ადგილები იქნება. პლუს კიდე თავის ოჯახთან ერთად რო იქნება დემოგრაფიის თვალსაზრისით ეხლა თავის ვიღაცა რო იქნება ეს დემოგრაფიის თვალსაზრისით და პლუს გაძლევს. სიცოცხლე მიეცემა სოფელს. ხო და საბოლოო ჯამში კიდე რო იმას ხდას როცა სასჯელის ვადა დაუმთავრდება, შეიძლება არც წავიდეს და დარჩეს იმ სოფელში და სოფლის მკვიდრი გახდეს. ესე იგი, ყველა კომპონენტი რაღაც დადებით შედეგს გაძლევდა. რო გაკეთდეს ეს შესანიშნავი აზრია და ყველაზე მთავარი კიდევ ეს იქნება ძალიან ჰუმანური აქტი. რა თქმა უნდა, ძალიან ჰუმანური აქტი იქნება და ვის შეამოვნებს ადამიანი იყოს ოჯახთან მოწყვეტილი ციხეში თუ კი მას არ აქვს ახლა ისეთი მძიმე დანაშაული ჩადენილი და ხო და მოყვანილი პროდუქცია თვითონ მასაც მოხმარდება იქ ადგილობრივებსაც მოსახდება სოციალურად დაუცველ ხალხს და ისევ იმ პენიტენციარულ სისტემას და ჯარს მოხმარდება კიდე. კი ბატონო, ძალიან კარგი აზრია, მაგრამ ამას ჭირდება კეთილინება. გონიათ არ გვისმენენ, მაგრამ აბა ნახოთ გაივლის კიდე წლები და არავინ არ გააკეთებს. 10 წელია ეს, ვისაც არ წაუკითხია რა, ყველა კარგია, მაგრამ აი ამით თავდებოდა ყველაფერი. არავითარი რეაქცია ქმედითი არ მოხდია. ჩვენ უფლება არა გვაქვს ბატონო ივანე, ამაში მე დარწმუნებული ვარ. საქართველოში უფლება არა გვაქვს ჩვენ ამ ქვეყანაში რაღაცა შევქნათ, წარმოება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ. აი ახლა გარწმუნებთ უფლება არა გვაქვს, გარედან გვიშლიან. აი გარდა მაგისა, მეორე შეთავაზება არის ესეთი, რომ აი კონფლიქტური ზონები სადაც არის, არა, იქ შეიქმნას აი ბაზრები გაიქცნას იყოს სახელმწიფო თვითონ ამ ბაზრის მფლობელი ან კერძო პირი იყოს ამ ბაზრის მფლობელი. კი ბატონო. სადაც ესე იგი ორივე მხრიდან ამ კონფლიქტის როგორც ეგნეთში იყო, ხო? აი როგორც ეგნეთის ბაზრის მოშლა იყო ეს დიდი შეცდომა კი დანაშაული იყო. და ამაზე პასუხი უნდა აგონ კიდეც ვინც ეს ერგნეთის ბაზარი მოშალა. ხო და ეს იქნება თავისუფალი ეკონომიკის ზონები და ეკონომიკა არის ის ბაზისი რაც ამ კონფლიქტებს ქვეყნებს შორის მშვიდობას ამყარებს. კი. და ეს წინაპირობაა, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ეს. გეთანხმებით აბსოლუტურად. გეთანხმებით აბსოლუტურად. არ ვიცი ახლა აი ჩვენ ვისაუბრეთ ერთ აი ამ სწრაფად რომ რაღაცა გამოსწორდეს და დადებითი ნაბიჯები გადაიღეს. ეს ჩემი აზრით არის ნომერ პირველი გასაკეთებელი საქმე. იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაცლა ძალიან ადვილია სოფლისა, მაგრამ იმის გაცოცხლებას ბატონო ივანე 10 წლეულები დასჭირდება. მართალ საბუთ ბატონო ჩემო. მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ აი ეს 10 წელია ეს კვლევა რაც ამაქვს ჩატარებული და 10 წლის განმავლობაში თავის კანტურის მეტი და აი კარგიას მეტი არაფერი არ გამივიდა, მაგრამ რეალურად არაფერი არ განხორციელებული. აი მე მინდა პირდაპირ აი თხოვო ხელისუფლებას ახლა აი შეკითხვის სახით დაუსვა. ქვეყანაში 35 წელი არაფერი არ გაკეთებულა, ხო ხედავთ რა? არაფერი პირიქით მოისპო თუ რამე არსებობდა. აბსოლუტურად ერთადერთი ესე იგი ბიზნესი არის საბანკო ბიზნესი, მევახშეობა და აი ეს კაზინოები. ხორცის მაღაზიები ვით არის გახსნილი ყველგან, სადაც გაიხედავთ. გინდა მე მიწის გაყიდვას მისხვე ხო და ეხლა აი მე მინდა შევეკითხო ხელისუფლებას, რომ გვეუბნებიან ხან პირველ ადგილზე რო გავდივართ ამათი მონაცემით, ხან მეორეს და რა ვიცი, საპრიზო ადგილზე ვართ ერთ სოფლიოში, ვითომ სად დარჩა ქართველი კაცის ადგილი? აი სად იმუშაოს ქართველმა კაცმა? სად არის? აი ყველაფერი მოშლილია, ხო აღარ არსებობს. ხო ფაქტიურად სად წავიდეს ქართველი კაცი? და ამ დროს უმაღლესშიც ამცირებენ უკვე ბავშვებს, ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში 14000 ბავშვი უნდა შეამცირონ, 8000 უნდა დატოვონ. ესე იგი, ყველანაირად სპობენ და გეუბნებიან, რომ ინჟინერი აღარ გჭირდება, აგრონომი აღარ გჭირდება.
თქვენ არ მოსპეთ ეს ყველაფერი? ნუ სფერო არ არის რომ მოშლილი არ იყოს ეს განათლება იქნება, მრეწველობა იქნება, ინდუსტრია იქნება, სოფლის მეურნეობა იქნება. მე ვერ ვხედავ რომ რაღაცაში ესე იგი რაღაც პოზიტივი იყოს. ყველაფერში არის დეგრადირებული ყველაფერი. რა ვიცი რა გაქვთ მანდედან კიდევ ბატონო ივანე კიდევ რა გსურთ რომ მოსახლეობას თუ რამე რო გააცნოთ? არა, ძირითადად ეს რაც აი რეკომენდაციებში იყო და დანარჩენი აღწერით ის ხასიათისა ამ სასაზღვრულთან შედარებით. თუ გიცდიათ ბოლო წლებისა ეხლა ახალი მონაცემები რომ მოგვაწოდონ თუ გიცდიათ? არა, მართალი რომ გითხრათ, არა, ერთადერთი მოვითხოვე ნუ სტატსამმართველოში დაცარელებული სოფლების ის მომცეს ჩამონათვალი და იუსტიციის სახლში მოვითხოვე ბოლო 3 წლის განმავლობაში ის მოქალაქეობის უფლება რამდენზე გაიცადა, ვიზე გაიცადა ეს აგერც 5 თვეა ველოდები და ვერ მივიღე პასუხი. ეგ გასაგებია, მეც ვცადე და არ ეძლებიან დაახლოებით 3 თვე გავიდა, არც გირეკავენ, არც შეტყობინებას გიგზავნიან, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი არაფერი არ არის დასამალი საჯარო რეჟის სუსის ქვეგან ყოფილება იქ. და ერთადერთი მე გული მწდება რაზე იცით 200 წელზე მეტია ეს ირანში ყოფი ჩვენი ქართველები ფერეიდანელი ქართველები ზოგი ითხოვს დაბრუნებას ამდენ ქართული ენა შენარჩუნებული აქვს და ქართული წესი შენარჩუნებული აქვს და მათ როგორ შეიძლება უარი უთხრა როცა სააკაშვილმა ეგერ 28000 თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა მათ კი არა ბატონო ივანე, აი აქედან რო წავიდა 92 წლის შემდეგ რო ჩაბნელდა საქართველოს და გაჭირდა ცხოვრება, ხო ბევრი გავიდა. ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგი საბერძნეთში წავიდა, ზოგი სად იტალიაში და ასე შემდეგ. ესე იგი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ის ხალხი აი ამ ძიმე წლებში იქიდან რო თანხას რიცხავდა საქართველოში, ოჯახებს რომ ურიცხავდნენ ფაქტიურად იმათ შეინახეს საქართველო, იმათ გადაარჩინეს საქართველო. მართალ გზავნებთ. ისინი ჩამოდიან დღეს აქ. გამოცდებს უწყობენ 100-დან 95-ს დაახლოებით მოქალაქეობას არ აძლევენ. იმდენად მკაცრად აქვთ, ესე იგი ნაბრძანები, რომ ქართველს არ უნდა მიეცეს აუდგეს მოქალაქეობა. გესმით თქვენ? აქ დაბადებულს აქ გაზრდის. ჩემი მეზობელს ისტორიკოსი აქ დაამთავრა ისტორიული. რაღაცა გამოცდები ჩაუტარეს ახლა ისტორიაში რა არ მისცეს მოქალაქეობა არ აღუდგინეს არ ვიცი ჩენელზე არ დადეს ამას დიდი ნტრობა რაღა უნდა იყოს ხო ეს არის ანტიქართული ახლა ადიხარ ტრანსპორტში საქალაქო ტრანსპორტში ავტობუსში იმაში ქართულს ვერ წაიგებს უცხო ჯიშის ხალხი ხდება და ამ დროს ესე იგი შენ მოქალაქეს რომელსაც სამშობლოში დაბრუნება უნდა იმას უარს როგორ უნდა ეუბნებოდე ჩემთვის ეს ძალიან ბევრი მოვითხოვეთ ჩვენ დედაენის ძეგლთანაც, რუსთაველის ძეგლთანაც, აქციებზე ყველგან მოვითხოვეთ ეს ბევრი, მაგრამ არავინ ყურს არ გვათხოვებს. არავინ არ გაქვს აპასუხი. მოდით ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ჯერ მოვითხოვოთ როგორც ორგანიზაცია და სხვებსაც ვთხოვოთ რომ დაგვიდგენ სხვა ორგანიზაცია იქნება, პარტია იქნება თუ ვინც იქნება რომ მიწერილ წერილზე პასუხი გაეცეს. დასმულ ესე იგი, აუცილებლად იცით რა, ეს არის შეურაცხყოფა. კაც რო დაელაპარაკო და იმა პასუხის ღირსად ეს არის შეურაცხყოფა. ხო და შეურაცხყოფას მოგვაყენებთ პასუხი მაინც გაგვცე. გეტყვი და აი ამ გაცემული პასუხიდან გამომდინარე მე ვიმოქმედოთ ჩვენ. ჩვენ როგორც იცით არა ვართ პარტია ქართველთა დიდი გაერთიანება და გაერთიანება ხო კი გვაქვს ახლა ბლანკები გვაქვს იურისტი წეგან თქვენს გაგასაუბრეთ მოვითხოვოთ კი ახლა ჩვენ ვაპირებთ ზუსტად მაგას ვაკეთებთ აი ბლანკიანი ფურცლებით ჩვენი იურისტი დაუკავშირდება აბსოლუტურად ყველა პარტიას ჩამოწეთ ამ მოთხოვნებსაც და ოფიციალურად გადავწევთ ყველას, ყველა უწყებას, სახალხო დაცველის აპარატსაც, პრემიერ-მინისტრსაც, აბსოლუტურად ყველას და გაგვცემ პასუხი. საპატრიარქოსაც მათაც უნდა იცოდნენ, რომ აი ეს მოთხოვნაა და მხარდაჭერაა საჭირო ბოლოს და არ შეიძლება რომ ჩუმად იყვნენ ამაზე ქვეყანა გვეცლება ხელიდან. და ვნახოთ აი ყველა უწყება მე როგორ გავხსენს ამაზე პასუხს მე თქვენ გერზე მიგულე თქვენთან ერთად ვიქნები გაიხარეთ ბატონო ივანე
რავი, მაინც არ მინდა მე ახლა სიმართლე გითხრა ძალიან დიდხანს გავაგრძელოთ საუბარი, თუ თქვენ რამე გაქვთ კიდევ დარჩენილი ეს სათქმელი, მე ძალიან მომეწონა ის ბევრი გაქვთ ნამუშევარი ახლა გავიგე რომ აგერ ის ჩამოთვალეთ ჩვენ ხო მინუსები რამდენი პროცენტი როგორ არის 1-5 წელი მათხოვთ ეხლა კიდევ ერთი მინდა წავიკითხო რა ბატონო ეხლა რეგიონების მიხედვით კლება კლება რო არის იმ 10 წლის განმავლობაში 12 წლის განმავლობაში და ესა და აი ესეც ხო აი ეს მაინტერესებდა ემასაც წავიკითხავ მაყურებელს ეს არის მეგობრებო 2014 წლამდე 2002 წლიდან კლება რამდენი შეადგინა საქართველოში რეგიონების მიხედვით და წარმოიდგინეთ თქვენ 2014 წლის შემდეგ კიდევ ხო უფრო სწრაფი ტემპებით არის ამ 12 წლიდან ახლა სად ვართ ნამდვილად არ ვიცი ესე იგი აჭარის რეგიონში კლება არის -10.6% 2014 წლამდე. ეს არის 2002-დან 2014 წლამდე, მეგობრებო. ორივე აღწერის ხო, ქვემო ქართლი ისა წელი 14.6%. შიდა ქართლი -15.7%. გურია -21%. კახეთი -21.6%. სამცხე-ჯავახეთი -22.8%, იმერეთი -23.4%, მცხეთა-მთიანეთი -24.8%, სამეგრელო ზემო სვანეთი -29% და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი -37.4%. ეს მხოლოდ და მხოლოდ 2002 წლიდან 2014 წლამდე და ახლა 2014 წლიდან 2026 წლამდე მე შემეშინდება კიდევაც რომ დავხედო იმ სურათს უარესი იქნება თუ უარესი ორჯერ და სამჯერ მეტი უარესი მდგომარეობა იქნება ალბათ 70%-ზე ასული უკვე და 2/3 ნამდვილად ალბათ უკვე გასულია ძალიან გვეშინია მაგრამ ასეთი სავალალო მდგომარეობაა რაღაცა ძალიან ცოტა დრო დაგჭა ბატონო ივანე ქვეყნის გადასარჩენად სულ რაღაც ალბათ 2-3 წელი მე მგონი 2-3 წელი მეტი არა და მეც რა არის იცით ძერ წლოვანი ვარ უკვე და მინდა რომ რაღაცა პოზიტივი დავინახო ქვეყნის განვითარებაში არ მინდა ისე გარდავიდე იმიერში რომ რაღაცა უკეთესობა ვერ შევამჩნიო ამ ჩემპიონატში იმიტომ რომ შვილი შვილსტოვე და მინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრო. ასე უნდა ბჯელოდეს ყველა პატიოსანი და პატიოსანი ადამიანი და მამული შვილი. რა თქმა უნდა, ჯერ არის სამშობლო, ღმერთი სამშობლო და შვილები და შენი მიწაწყალი. აბა რა არის სხვა რაღა დაგვრჩენია. თან რა არის, იცით, გიამაყება რომ ამ ხელა ისტორიის მქონე ერის შვილი ხარ. კი ბატონო. და აი ესე როგორ უყალო როგორ უნდა წახვიდე და საუკუნეები აი ამ რაღაც სასწაულად გადარჩენილი ერი რომელზეც აი უცხოელებიც კი ამბობენ რომ თუ ღმერთს იწამებ საქართველოში რომ ჩახვალთო იმიტომ რომ ესე წესით არ უნდა არსებობდეს ისეთი მუსულმანური ურდოების გარშევ იმაშიაო ხო და ფაქტიურად 35 წელში ამათმა გაგვაქვს ევროპა ჩვენი გადარჩენილია ჩვენს იქით ვეღარ მიდიოდნენ ხო სისხლითაა მორწული ყოველი მткаველი მიწა აქ და აი ეგ არის და ეხლა აი 55 წელში ისეთი თანამედროვე მეთოდებით მოგვიდგნენ მე ყველა კი არ ჩამოთვალე ეს ყველაფერი კომპლექსურად მიუდგნენ საკითხს ჯერ ფაბრიკა ქარხნები დაშალეს მერე ხალხი გაძარცვეს მერე სოფლის მეურნეობა გაუნადგურეს მრეწველობა მოუსწრეს ეროვნული წარმოება ჩაკლეს ყველაფერი ჩაკლეს და მიადგენ განათლებას ეხლა ბოლო დარტყმებს უკეთებენ განათლებას და ბოლო ლურსმას აჭედებენ არ ვიცი მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი მეგობრებო, ახლა პრევენციებზე სწრაფად რა შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგი აზრია, მაგრამ ერთადერთი აზრი არის ჯანსაღი ქართველი ხალხი უნდა დავდგეთ სწრაფად ერთად, რაც უფრო სწრაფად დავდგებით ერთად და გავერთიანდებით, ხო, აი ამ მომდგარი მტრის წინაშე, მით მალე გადავარჩენთ ამ ქვეყანას. სხვა გამოსავალი ქართულ ხალხს აღარა გვაქვს.
ჩვენ არავინ არ აკვას, მართლა ობოლიერი ვართ და არავინ აღარ არის ჩვენი დამცველი, თუ ჩვენ ერთად არ დავდექით ქართველები და არ გადავარჩინეთ ეს სამშობლო. სხვანაირად ვართ დაღუპულები. რაც უფრო დრო გავა მეტი, უფრო მეტი ომი მოგვიწევს, იმიტომ რომ აქ ჩამოდის ბატონო ივანე, თუ აკვირდებით, ნავარჯიშევი 100,000-ობით არაბი და ისინი, ეს სხვა ხალხი ჩამოდის. ამათ ჩვენ ეგრე ადვილად აქედან ვეღარ გავყვეთ. ეს ხალხი ისეთი ხალხია, ქუჩაში წესიერად ვეღარ გაუშვეთ ბავშვებს და აუცილებლად რაც უფრო დაგვიანდება, მოგვიწევს ომი აი ამ ხალხთან. აი ამას გვიკეთებენ ეს გამყიდველი ხელისუფლებები. მართალი გზანები. რა ვიცი, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალით უნდა შევეჭიდოთ ამ მსგავსობას ყველაფერს. კი ბატონო, აი იურიდიულად რაც შეიძლება ჩვენ ვითანამშრომლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი და მივმართოთ აგერ ეხლას დაველაპარაკებით ამ ეთერის შემდეგ კიდევ ამ თემაზე და რა ვიცი, რა გითხრათ, მეგობრებო, ძალიან ძიმე მდგომარეობა, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით უნდა გადავდოთ ყველაფერი. აღარ არის ახლა პარტიულობის დრო და არ იმის დრო, კაცო, საკრებულოები და პარლამენტარობის დრო. პარლამენტში ვინ შეგიშვებთ, კაცო, ყველა ზის მილიონერი, მილიონს მიცემს გადაიხდის და ზის არჩევნები არ არის აქ, ხო და უნდა მიხვდეს ამას ქართველი ხალხი, უნდა ავირჩიოთ, მოვა მაგის დრო. ქართველი ხალხი, როდესაც აირჩევს თავის თავრობას, ის მიხედავს სოფელსაც, დაბასაც, რაიონსაც და ქალაქსაც. არ არის სხვა გამოსავალი, ეს არის გამოსავალი. მაპატეთ, წეხანაც აღუნიშნე, სადღაც მარაზმია, იცით, ამ პატარა ქვეყანაში 300-მდე პარტია იყოს. 320. ხო, რა ვიცი. ხო, ესაც ტერმა გააკეთა, ხო, სოფლიოში ერთად რო შეკრიბო, ქვეყნები ერთად არ არის ამდელი პარტიები. ხო და ამიტომ ჯობია ისე აი წეხან რომ თქვი ადგილობრივი მაცხოვრებლები ყველა იცის ვინ რას წარმოადგენს თავისუფლებში და ადგილობრივი მართველი საბჭოები იყოს რაღაც პერიოდით თუ არ გაამართლეს მე სხვა საერთშევენ და არა გვერდში უნდა დაულგეთ ბატონო ივანე თორე აქ კიდევ ერთი პრობლემა აქვს იცით რა აქვს სოფელში კიდევ პრობლემა სადაც ჯერ კიდევ არის ხალხი ისე უყიდის შუმად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არ არსებობს. ისე უყიდის ეკონომიკის სამინისტრო, ხო, საძოვრებს და იმათ სოფელი ვერ ციგებს. ხო და აი ძალაუფლება უნდა გადავიდეს და მართვის კი ბატონო. სადავეები უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებლების ხელში. ეგ აუცილებლად არჩეული საბჭოს მიერ უნდა იმართებოდეს ადგილობრივი ყველაფერი. ურმესი მადლობა მოწვევით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ივანე, საინტერესო სტატისტიკა გაგვაცანით. კვლავაც ნებისმიერ დროს ჩვენ თანახმად მოგიწვიოთ, თუ კი სურვილი გექნებათ რომ ისაუბრო და საზოგადოების წინაშე წარდგეთ ნებისმიერ დროს. კი ბატონო, ერთად ვიმოქმედოთ. რაც ერთად ვიქნებით უკეთესი. მადლობთ. მადლობთ ყურადღებისთვის, პატივცემულო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. გააზიარეთ, გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. ღმერთი იყოს მფარველი ჩვენი საქართველოს.